დავით აღმაშენებლის მიერ დაწყებულმა აღმავლობამ მწვერვალს მიაღწია მეფე თამარის დროს ეპოქაში, რომელმაც საქართველოს საუკუნო დიდება მოუტანა. გიორგი მესამემ თავისი ასული თანამოსახდრედ გამოაცხადა. თამარი გახდა პირველი ქალი საქართველოში, რომელმაც მეფის ტიტული მიიღო. თამარი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიბრძნითა და კეთილშობილებით. მისი მმართველობისას ქვეყანაში მშვიდობა და სამართლიანობა დამკვიდრდა. ეს იყო გენიალური შოთა რუსთაველის ეპოქა. ბეფხის ტყაოსანი იქცა ქართული სულისა და კულტურული აღზევების უკდავ ძეგლად. ქვეყანა დაიფარა დიდებული ტაძრებითა და ფრესკებით. ხელოვნება, მეცნიერება და რწმენა ერთიან ჰარმონიაში ერწყმოდა ერთმანეთს. თამარის დროს საქართველო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში. მეფე თამარი დარჩა იდეალური მმართველის სიმბოლოდ, რომლის სახელიც დღემდე სიწმინდესა და ძლიერებასთან ასოცირდება.